ლეჟავა, რომელიც მე უკვე წარმოვადგინე როგორც რკინიგზელი და როგორც პროფკავშირის აქტივისტი. კიდევ დაუმატოთ რამე? რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი. ხო, აი რა არის ახალი პროფესიული კავშირი ამის შესახებ? ვისაუბროთ, უბრალოდ რადიო მსმენელს გავახსენებ, რომ ჩვენ საუბრობთ სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის მსოფლიო დღეზე. ეს დღე აღინიშნა დღეს თბილისში. და რამდენადაც ვიცი, ილოც მონაწილეობდა ამ დღის აღნიშვნაში და იქნებ როგორ აღინიშნა თუ არა, ამ რამდენიმე სიტყვა უთხრათ რადიო მსმენელს ჯერ, სანამ პრობლემებზე გადავალთ. პირველ რიგში მივესალმებ თქვენს რადიო მსმენელებს და მადლობა მოწვევისთვის. 28 აპრილი არის შრომელების დღე, რომელიც დაიღუპნენ სამსახურის პროცესში, ასევე დაშავდნენ ეს დღე 1999 წლიდან უკვე ოფიციალურად აღინიშნება. კი ბატონო, მაგრამ 84 წელს პირველად კანადის კონგრესმა ცოტა ახლოს მიდეთ მიკროფონთან. პირველად კანადის კონგრესმა აღნიშნა ეს დღე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ამ დღეს უკვე 15 წელზე მეტია რაც აღნიშნავს. ჩვენ შევიკრიბეთ დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან, ამის შემდეგ ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისი გადაუხადეთ დაღუპულების და ეს იყო დღევანდელი ჩვენი აქცია და ეკონომიკის სამინისტროს რამეს თხოვდით? რა თქმა უნდა, უკვე სამწუხაროდ ძალიან დიდი პერიოდია, რაც ეკონომიკის სამინისტრო გახდა ჩვენი დღევანდელი დღის ერთ-ერთი ობიექტი, რომელსაც უნდა მოვთხოვოთ ის, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, ეს არის შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექციის არარსებობის გამო ხდება, რომ სამუშაო ადგილებზე დაღუპულების და დასახიჩრებულების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. 2005 წელს ბატონი კახავენდუკიძის ბრძანებით ეს შრომის ინსპექცია გაუქმდა და ამის შემდეგ ძალიან საგანგაშოა სტატისტიკა. აი, შრომის ახალი კოდექსით არ ითვალისწინებდა შრომის ინსპექციის შექმნას საქართველოში. ბოდიში თუ გულუწყელო კითხვას. არა, პირიქით. ცოტა ახლოს კიდე. რა თქმა უნდა, ითვალისწინებს შრომის კოდექსი პირდაპირ ავალებს. არა მარტო შრომის კოდექსი, საერთაშორისო შრომის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები ვართ. ჩვენ როგორც იცით, 182 წევრიდან ქვეყნიდან ერთადერთი ვართ საქართველოს, რომელსაც არ აქვს შრომის ინსპექცია და შრომის კოდექსი, ახალი შრომის კოდექსი ითვალისწინებს ამ ინსტიტუტის შექმნას, თუმცა სამწუხაროდ ბიზნესმენებისა და ინვესტორების ძალიან დიდი ლობისტური სამსახური მუშაობს ალბათ ამ საკითხზე და იბლოკება ეს თემა და სამწუხაროდ ახალი რატომ? აი რა შეუშლის ხელს? რა შეუშლიდეს ხელს? იმიტომ რომ შრომის ინსპექცია კონტროლი, რომელიც აუცილებლად შევა სამსახურში, შეამოწევს იქ ჰიგიენურ სიტუაციას, იქ გადაიარაღების თემა დადგება, რაც აუცილებლად გასაკეთებელია უამრავ საწარმოში, მათ შორის რკინიგზაშიც და ალბათ ეს დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს თავისი მოქალაქის უსაფრთხოება. სხვა შორის რადიო მსმენელი კი მიხვდება და ბოდიში თუ ასეთი გამარტივები ახსნისთვის, მაგრამ დამქერავებელი არ ზრუნავს ხოლმე. როგორც წესი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება, ხო, შრომის პირობების გაუმჯობესებაზე ძალიან ხშირად, რადგან ამისათვის დამატებითი თანხები არის საჭირო, ხო? და მას ურჩევნია ეკონომია გააკეთოს ამ თანხებს. კი ბატონო, მაგრამ მაშინ დავფიქრდეთ იმაზე, აი 182 ქვეყანა ვახსენეთ. ის 182 ქვეყანაში არსებობს ეს შრომის ინსპექცია და თუ დასახიჩრდა ადამიანი, მას თოის ცხოვრების მანძილზე უხდის ეს საწარმო. და უფრო ძვირი უჯდება. რა თქმა უნდა, უფრო ძვირი უჯდება. ჩვენთანაც ასეა საქართველოში. ჩვენთან სამწუხაროდ თუ დაიღუპა მეშახტე თუ დაიღუპა. მაგალითად თუ დაიღუპა მეშახტე, ძალიან მარტივად არც არავინ ამას გამოიძიებს, ძალიან მარტივად დამსაქმებელს შეუძლია დაწეროს, არ აღწეროს ეს შემთხვევა, როგორც საწარმო შემთხვევა. თქვა რომ უდიერი სამუშაო გული წვიმდა ან რაღაცა. მაგრამ შეიძლება თქვა რომ სამუშაოს მიმართ უდიერი დამოკიდებულება, ამისა გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა, არა პროფესიონალიზმი და გვაქვს. უამრავი შემთხვევაში და არჩივიან ოჯახის წევრები. თუ ამერიკაში ალბათ იჩივლებდნენ და შეიძლება კარგად მოეღო. და აი ზუსტად რკინიგზის შემთხვევაზე გეტყვით 2011 წელს ახლა ამ წუთას მე რა кейსიც მაქვს ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო პროფკავშირში ვიცით რომ რკინიგზის პროფკავშირის წარმომადგენელი ვარ. 2011 წელს მოხდა შემთხვევაზე გვაქვს ახლა მუშაობა ადამიანს მოვიდა საწარმოო ტრავმა, ყველა მონაცემი ამას იძლევა, მაგრამ იმ პერიოდში არ მოხერხდა ესა ტრავმის შეფასება თვითონ ამ ადამიანის წარმომადგენელის მონაწილეობით, მაშინ არ იყო პროფკავშირი რკინიგზაში და
ამის გამო ისა ხანგრძლივობა ამ საქმის გასაჩივრების არის 3 თვე. რა თქმა უნდა 3 თვე გია 3 წელია უკვე გასული და დღეს უკვე ძალიან გვიჭირს ამ ადამიანის მდგომარეობა სასამართლოში წავიღოთ ეს кейსი და სასამართლოს გზით მოვუგოთ რკინიგზას ეს საქმე. ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ ის ხანგრძლივობა დაცული არ იყო თავის დროზე. ილო, რადგან გაიხსენე წარსული, მაშინ მოდი მეც გავიხსენებ ერთ ფაქტს რკინიგზის ისტორიიდან. ჩემი კოლეგის ნონა მჭედლიშვილის სიუჟეტს, რომელიც ეთერში გავიდა 2012 წელს. 2012 წელს. მოდი მოусმინოთ ერთად ამ სიუჟეტს და რა შეიცვალა დღეს რკინიგზაში, იქნებ ამის შესახებაც ვილაპარაკოთ, თუ არის მზად ბატონ ლევან, თუ შეიძლება. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ან მისი წარმომადგენლის რკინიგზელებთან შეხვედრის მოთხოვნით 26 ოქტომბერს პარტია თავისუფალი საქართველოს წევრი გია ყრუაშვილი გამოვიდა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია რკინიგზის გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე პრემიერმა რკინიგზელებთან ერთად იმსჯელოს და ამავდროულად გაეცნოს პრობლემებს, რომლებიც რკინიგზელებს აწუხებთ. გია ყრუაშვილმა ეს განცხადება რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტთან გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმართვის ხელმომწერი 500-მდე რკინიგზელია. 27 ოქტომბერს გია ყრუაშვილს რკინიგზელთა ის ნაწილი დაუპირისპირდა, რომელმაც 24 ოქტომბერს ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 2 საათით მოაწყო გამაფრთხილებელი გაფიცვა. რკინიგზელთა ეს ჯგუფი აცხადებს, რომ არ მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, არ ერევიან პოლიტიკაში და არც იმის პრეტენზია აქვთ, რომ რკინიგზის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ვინმეს გაუწიონ ლობირება. ჩვენ ვართ რკინიგზის თანამშრომლები, კერძოდ მემანქანეები, მემანქანის თანაშემწეები, სამგროს ზეიკლები. არ წარმოვადგენთ და მით უმეტეს არ ვახორციელებთ არავის პოლიტიკურ დაკვეთას. ვართ სრულიად აპოლიტიკურები და ჩვენი მიზანია ძირითადად სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომით ანაზღაურების გაზრდა. ასევე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ხარში უდგევართ ახალ მთავრობას ქვეყნის სამსახურში და გვაქვს იმედი, რომ გამოიჩენენ კეთილნებას და დააკმაყოფილებით ჩვენ მოთხოვნებს. განაცხადა რკინიგზელების სახელით მემანქანე თეიმურაზ ბერაძემ. მანვე უარყო ოპონენტის, ამ შემთხვევაში გია ყრუაშვილის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ გაფიცვის ორგანიზატორი რკინიგზელები დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანებისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულები არიან და საბოტაჟს ახორციელებენ. განმარტებისთვის გია ყრუაშვილს მივმართეთ. ვასკვნი იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს რკინიგზას 2-3 წლის უკან მართავდნენ და შემდეგ დაითხოვეს რკინიგზიდან იმ დატაცებული მილიონებიდან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ სიტუაცია შეიცვალა და ისინი ლამობენ, რომ საქართველოს რკინიგზაში მოვიდნენ ისევ ხელმძღვანელ პირებად. ამბობს გია ყრუაშვილი, რომელიც პიროვნულად არ შედის რკინიგზელთა იმ ჯგუფში, რომელიც 29 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო და ფინანსური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებს დააყენებს. კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი გიორგაძეც. დიდი იმედითად პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ ეს კოლაბორატივები დასრულდება კონკრეტული შედეგებით და კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებით. რა თქმა უნდა, ახალი ხელფასები, რა თქმა უნდა, ახალი შრომის პირობები, რა თქმა უნდა, ახალი ელემენტარული პირობები, სამუშაო პირობები, ახალი ჰიგიენაზე საუბარი, ახალი სტანდარტებზე საუბარი, სამუშაო იარაღებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პროფკავშირული კუთხით თავისუფლებული თანამშრომლების სამუშაოზე დაბრუნებას. შრომის კანონმდებლობის მიხედვით გამაფრთხილებელი გაფიცვიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვის ჩატარება შესაძლებელია 24 საათის შემდეგ, არა უგვიანეს 2 კვირისა. შესაბამისად, პროფკავშირების გათვლებით შემდეგი კვირა შესაძლოა მოლაპარაკებებს დაეთმოს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ დაიწყება კონსულტაციები 29 ოქტომბერს ორშაბათს ეკონომიკის სამინისტროში. პროფკავშირებში განმარტავენ, რომ 30 ოქტომბრისთვის უკვე ნათელი იქნება, მოლაპარაკებები გაგრძელდება თუ სრულმასშტაბიანი გაფიცვა გაიმართება. რკინიგზელებს იმედი აქვთ, რომ საქმე არ გართულდება და ახალი მთავრობის პირობებში რკინიგზელის მძიმე შრომა ადეკვატურად დაფასდება. 920 ლარი გვაქვს ამჟამად მემანქანეს 920 ლარი და თანაშემწეს აქვს 640 ლარი. ზაფხულში ისეთ პირობებში, როცა 60-65 გრადუს აღწევს ელმავალზე სიცხე და ადუღებულ წყალს შევსვამთ. ამ პირობებში მე მგონი, რომ 1000 ლარი, თუნდაც 1000 ლარი ჩვენთვის არის მინიმუმი. ადამიანი, რომელიც პირდება ყოველდღიურად, ყოველწლიურად, ყოველთვიურად, რომ თქვენი ხელფასი იქნება ესა და ეს 1500 ლარი და მიდის აქედან, უბრალოდ ხო გაგიჩნდებათ კითხვა, რომ პირდები მთელი ამ წლების განმავლობაში და დღეს ქუდს იხურავ და მიდიხარ და ეს საკითხი ისევე რჩება ახალი ხელისუფლებისთვის რაღაცა გადაუჭრელად.
რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან 22 ოქტომბერს გადადგა. თანამდებობიდან გადადგომის მთავარ მიზეზებს შორის მან კომპანიის რეორგანიზაციის ახალი მენეჯმენტისთვის გადაბარების მიზანშეწონილობა და ხელისუფლების ცვლილება დაასახელა. რაც შეეხება რკინიგზელთა გამაფრთხილებელ გაფიცვასა და მღელვარებას, მისი თქმით, მენეჯმენტისთვის თანამშრომელთა განწყობის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. ირაკლი ეზუგბაია არ გამორიცხავს, რომ გაფიცვის თემაზე მოკვლევა და გამოძიება ჩატარდეს. ნონა მჭედლიშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი. დიახ, ეს იყო ნონა მჭედლიშვილის ჩემი კოლეგის სიუჟეტი, რომელიც ეთერში გავიდა 2 წლის წინ. ხო, დაახლოებით 2 წლის წინ. ილურეჟავა არის ჩემი გადაცემის სტუმარი, რკინიგზელი, პროფკავშირის ლიდერი და რა თქმა უნდა, ილოს ვკითხავ, რა შეიცვალა ამ 2 წლის მანძილზე? პირველ რიგში სიუჟეტში ჩანდა, რომ იქ ოპონენტებს გვიწევდა გიაყროვაშვილი მაშინ იყო ბატონი კუკავას პარტიის ერთ-ერთი მდივანი, მე მგონი თუ არ ვცდები, რაღაც რეგიონალური. დღეს გიაყროვაშვილი არის რკინიგზაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე, მისი 15 წლის, ბოდიში 17 წლის ბიჭი არის ერთ-ერთი დეპოს უფროსის მოადგილე. შეცვლილია სულ რაღაც რამოდენიმე ადამიანი რკინიგზაში ძველი მთავრობის დროინდელი, დანარჩენი ისევის სისტემა, ისევ იმ ადამიანებთან გვიწევს მოლაპარაკებების გამართვა. იმ ადამიანებთან, რომლებიც ნაციონალურ დროს მუშაობდნენ. კოჰაბიტაცია თუ ასე შეიძლება. პლუს დაემატა ეს 17 წლის ახალგაზრდა და ბატონი ყურაშვილი დააწინა. დააწინა. ოცნებიდან არა ყავთ ხალხი? უფროსებში? არ ვიცი, ოცნებიდან არიან თუ არა, ჩვენ საერთოდ მომხრე ვართ, საერთოდ აპოლიტიკური არის აპოლიტიკური, ამაზე იყო ნონას სიუჟეტი. რა თქმა უნდა არ არის და ჯერ კიდევ კოჰაბიტაციაშია ის ორი ძალა, გინდათ ერთი პარტიიდან და მეორე პარტიიდან ერთმანეთს. და ეს ვინ დაზარავდა ამით, ანუ აი ჩვეულებრივ რკინიგზელზე, ჩვენი ჩვეულებრივი რკინიგზელის ცხოვრება თუ გაუმჯობესდა, ეს არის საინტერესო, ხელფასით მაინც, ხო? ცხოვრება ჩვეულებრივ რკინიგზელს რა თქმა უნდა ამ პირობებში არ გაუმჯობესდება, რადგანაც როცა ორი ძალა ერთმანეთში ცდილობს რაღაცა კოჰაბიტაცია მოახდინოს, ამ დროს დროც აღარჩებათ, ალბათ რომ იფიქრონ რკინიგზელების ბედზე, თუმცა მეთოდები შეიცვალა ბრძოლის. დღეს თუ ეზუგბაიას მენეჯმენტი საერთოდ ებრძოდა პროფკავშირულ იდეას და პროფკავშირებს რკინიგზაში, დღეს პირიქით ახალი მენეჯმენტმა ჩვენც გაგვიფორმა კოლექტიური ხელშეკრულება, მაგრამ გადადო გვერდზე და საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ამ კოლექტიურ ხელშეკრულებას და ასევე გაუფორმა მეორე პროფკავშირს, გააძლიერა მეორე პროფკავშირი, დანიშნა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის წარმომადგენელი, ბატონი ზურაბ ნასარაია იმ პროფკავშირის თავმჯდომარედ, ურიცხავს თანხებს, პრემიებს, აძლიერებს იმ პროფკავშირს და ყავს ერთგვარი ჯიბის პროფკავშირი თუ შეიძლება. და ჯიბის პროფკავშირი რაღაც კრიტიკული არ არის უფროსობის მიმართ, პროფკავშირი რა პროფკავშირია თუ არ ფიქრობენ ადმინისტრაციული რესურსები როგორ გამოიყენონ, მაგალითად წაიყვანონ რკინიგზელები დასასვენებლად, თუ ვიღაცის მეგობარია, ვიღაცის ნათესავია ის რკინიგზელები, ოღონდ და არა საერთოდ ყველაზე არ არის საკლაპარაკი და ესეთ საქმეებით არიან დაკავებულები. უბრალოდ დღევანდელ დღესაც არ ჩანს მეორე პროფკავშირი, არც პირველ მაისს გამოჩნდებიან ალბათ. არ აინტერესებთ პირველ მაისს დავუბრუნდებით გადაცემის ბოლოს, მაინც რადგან შრომაზე ვსაუბრობ და პირობებზე შრომისა, რამდენად გაუმჯობესდა, კარგი თავი დავანებოთ ამ ადამიანებს, ვინ მოვიდა და ვინ წავიდა და თქვენი პირობები, სამუშაო პირობები რამდენად გაუმჯობესდა? სამუშაო პირობების გაუმჯობესებას რო ვთქვა, რომ არ ცდილობს რკინიგზის ადმინისტრაცია, მოგატყუებთ, რა თქმა უნდა, რაღაცეები შეიცვალა და რაღაცეები გამოსწორდა ისევ და ისევ ჩვენი ზოგ შემთხვევაში რადიკალური ნაბიჯების გამო და ზოგ შემთხვევაში აი მოლაპარაკებების და ძალიან ისეთი თანამშრომლობის. მაინც კონკრეტულად საშინელ სიცხეში უმუშაობდით თუ კონკრეტულად და რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირის მოთხოვნით უკვე ელმავლებზე მაცივრები გაჩნდა, სადაც წყლის დალევის საშუალება მიეცემა ელემენტარული, რაზეც ძალიან დიდი აქამდე არ ქონდა. რა თქმა უნდა,
როდესაც გარეთ 40 გრადუსია სიცხე, ელმავარში ამ დროს 60-65 გრადუსზე აღწევს და რა თქმა უნდა ვერ გააჩერებ ელმავარს, როდესაც შენი მარშრუტი გაქვს, მიდიხარ დანიშნულების ადგილზე და რომ წყალის რომ გინდოდეს დუღდება ელემენტარული და ვერ ელმავარზე ვერ დალებდი წყალს. მაცევრები აღდგა, შეძენილია უკვე ამზაფხულს დარიგდება ელმავლებზე. კონდიციონერი ჩვენი მოთხოვნით მხოლოდ ჯერჯერობით ერთ ელმავაზე და არც კონდიციონერი არ ქონდათ კაცო. რა თქმა უნდა, კონდიციონერი არ ქონდა კი არა. და 60 გრადუსში შესამუშავებელი. რა გიხსნათ, ერთ ნაჭერს და დავას მე თვითონ მიმუშავე, თანაშემწე ვიყავი გარკვეულ პერიოდში და ნაჭერს დავასწოლებდით და ისე ვადებდით იმას, რომ გვემართა სამართავ პულსზე, იმდენად ხურდებოდა ეს. აი ესეთი პირობები დღესაც არის, რა თქმა უნდა, გადაძველებულია ტექნიკა და რა თქმა უნდა, ამას შრომის ინსპექცია ისე და ისე რომ დაუბრუნდეთ, ერთადერთი საშუალება, რითაც ვაიძულებთ თუნდაც სხვადასხვა კომპანიებს, რომ ესეთი ტექნიკა მაგრამ პროფკავშირებსაც ხო შეგიძლიათ რომ აიძულოთ. მით უმეტეს ორი პროფკავშირი ორი ცისფერი თემის აიძულებთ მხოლოდ ერთადერთი ჩვენი ბერკეტი არის გაფიცვა, სასამართლოში ვერ წაიღებ ელმავლის თემას, გაფიცვით სამწუხაროდ კომპანიის მენეჯმენტზე მეტად ჩვენ ვფიქრობთ ჩვენ კომპანიაზე და რა თქმა უნდა ვიცით როგორი ზარალი შეიძლება მიადგეს ჩვენი გაფიცვით კომპანიას და ძალიან ისეთ ძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვიყენოთ ეს უფლება და გზავრებსაც მაგრამ დასავლეთში სწორედ მაშინ როდესაც პიკის საათია მაშინ მიმართავენ ხოლმე გაფიცვას ძალიან ხშირად რკინიგზელები გასულეთ ფრანგებს უყვართ ხოლმე ფრანგ რკინიგზელებს გაფიცვა გერმანელებსაც უყვართ არა მე არ მოგიწოდებთ რომ მათ მიბაძოთ სიყვარულით არცეც არ უყვარს მე მგონი და არც ჩვენ არ გვიყვარს და პირიქით ძალიან თუ გადახედავთ ჩვენს გაფიცვის ორი გაფიცვა გვაქვს გაკეთებული რკინიგზაზე იმ პერიოდს ყოველთვის იყო ის ორკვირიანი ვადა 21 დღიანი ვადა რაზეც მოლაპარაკე ელემენტარულ მოლაპარაკებების დაწყებას ვითხოვდით ამას არ იყენებდა ადმინისტრაცია შესაბამისად იძულებული ხდებოდით რომ გაფიცვა გავკეთებია დღესაც ამ ეტაპზე 10 დღიანი უკვე 3 საკითხზე დავა არის წარმოშობილი რკინიგზაში 10 დღე აქვს ამისთვის ადმინისტრაციას რომ ამ დავაზე მოლაპარაკება აწარმოოს ჩვენთან 10 დღის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ უკვე მოვითხოვთ მედიატორის დანიშვნას რაც ნიშნავს რომ 21 დღის შემდეგ 21 დღის გასვლის შემდეგ მედიატორის დანიშვნიდან ჩვენ მოვიპოვებთ გაფიცვის უფლებას თუმცა ძალიან დიდი იმედს ვიტოვებთ რომ ეს ამ უფლების გამოყენება არ დაგვჭირდება და ისევ იმ ძველ წრეზე არ წავალ რკინიგზელები რა თქმა უნდა მუშებს კოლეგიალობის გზნობა დიდი აქვთ და სოლიდარობა ალბათ ერთ-ერთი მთავარი იდეა მუშათა მოძრაობაში, ხო? და შეგიძლია თქვა რომ სანამ 1 მაისს პატარა სარეკლამო ჭრის მერე მე მინდა რომ 1 მაისით დავასრულოთ, შეგიძლია თქვა რომ რკინიგზელებსაც აქვთ სოლიდარობის ეს გზნობა და აქვთ კონტაქტი მუშებთან, რომლებიც მაგალითად მაღაროზე მუშაობენ ძალიან მძიმე პირობებში, ხო? ან ახლა ძალიან ბევრი საუბრობს კაზრეთზე და ძალიან მძიმე პირობებზე ბოლნისში და შემდეგ ამ ხალხთან თუ გაქვთ ურთიერთობა? რა თქმა უნდა, კონტაქტი გვაქვს ძალიან მჭიდრო. ჩვენ ვართ გაერთიანებული პროფკავშირის წევრები, როგორც რკინიგზელები, ასევე მაღაროელები, ასევე მეხანძრე-მაშველები და 22 დარგია ჯამში და ერთმანეთთან რა თქმა უნდა გვაქვს კავშირი, გაფიცვების დროს კაზრეთშიც ჩავდიოდით, მეხანძრეების აქციას სისტემატურად ვუერთდებოდით, ერთმანეთს უწევთ როგორც ფიზიკურ ისე ფინანსურ დახმარებებს და ეს ჩვენი ერთი საერთო ოჯახია, საერთო კოლგის ქვეშ ვართ და მხოლოდ ეს ერთადერთი სოლიდარობა ის ერთადერთი ძალა რაც მიზანს მიგვაღწევიებს და ალბათ დავეთანხმები სწორედ ქალბატონ მაია ქურციკიძეს ვკითხე ბავშვებზე რომ ჰუმანიზმის დეფიციტია და რატო გვიკვირს რომ ბავშვების მიმართ ასეთი ძალადობაა მეთქი მაგრამ აქ უნდა თქვა რომ ჰუმანიზმის დეფიციტია და რატომ გვიკვირს რომ სოლიდარობა მაინც ეს სოლიდარობის იდეის მიმართ ჯერ კიდევ ირონია არის ქვეყანაში ირონია იგრძნობა ხოლმე განსაკუთრებით მართველი წრის მხრიდან და მართველი წრეების მხრიდან მოდი ასე. კი, აი სწორედ მაგაზე ვაპარაკობ, ესა მინდა მეთქვა ორი სიტყვა. სოლიდარობა ერთმანეთში გვაქვს მუშებს სიტყვაზე რკინიგზელებს და მეხანძრეებს, მაგრამ ამისთვის კიდევ ერთი რამ არის საჭირო, რომ საზოგადოებისგანაც ვიგრძნოთ სოლიდარობა, რაც აკლია დღევანდელ საზოგადოებას და გეტყვით რატომ დღეს 28 აპრილია, დღე რომელიც მე მგონი პირველი თემა უნდა იყოს ტელევიზიებში, მაგრამ ძალიან მარტივად გამოვა ჯაჭვლიანი ან ნებისმიერი პარლამენტარი ვიღაცას მუშს მოუგერებს და ის არის მთელი დღის ნიუსი და არ აქვს ინფორმაცია საზოგადოებას, არ აქვს ინფორმაცია სხვადასხვა
სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც აუცილებლად ჩვენგან რო ისმენდეს ამ ყველაფერს, რაც ჩვენგან არის სათქმელი და მოსასმენი, აუცილებლად მე მგონი რომ ქართველები ერთმანეთის მხრივ სოლიდარულები ვიქნებოდით ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში აუცილებლად მივაღწევდით იმ კარგ შრომის კოდექსსაც, შრომის ინსპექციასაც და ყველაფერსაც. ნახოთ რა მოხდება პირველ მაისს. აი ეგ მინდოდა მე თქვა პირველ მაისს გამოჩნდება მედია გააშუქებს თუ არა პირველ მაისს როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, ალბათ ეს დამოკიდებულია იმაზე, დამოკიდებული იქნება თუ რამდენი ადამიანი გამოვა. პირველ მაისს აუცილებლად ვიღაცას ხელს მოუქნეს პარლამენტში და ის იქნება. აი ნახოთ. ესეთი რაღაცები. ეხლა გავალ პატარა სარეკლამო ჭრილი და ჩვენ კიდე გვექნება 5 წუთი რომ პირველ მაისზე ვისაუბროთ. რეკლამა აშვიცა და 4-ზე. ვფიქრობ უკეთესია. მე მინდა ისეთი ქვეყანა. მგონი ყველასაც საჯობო. ჩემი აზრით თავარია. მე მომხრევარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არ მომწონს როცა. ჩემი ნება რომ იყოს. მე მინდა ისეთი ქვეყანა. ჩემთვის თავარია. გამოხატება არჩევნებზე. CESCO ჩვენ ვითვლით ადამიანების ნებას. თქვენ უსმენთ რეკლამას აშვიცა და 4-ზე. დიავრუნდები რადიო თავისუფლების სტუდიაში ეთერშია თავისუფლების 1 საათი და ილო ლეჟავა არის ჩვენი გადაცემის სტუმარი, რკინიგზელი პროფკავშირების ერთ-ერთი ლიდერი და როგორც ქართველი ჟურნალისტები ამბობენ ხოლმე ჩვენ ხა დავაანონსებთ 1 მაისის თუ როგორ აღნიშნავენ ადამიანები 1 მაისს სოლიდარობის დღეს, შრომოთა სოლიდარობის დღეს, რა აქვთ გეგმაში მათ ჩვენი გადაცემა 1 მაისს ალბათ ამ თემას დაუთმობს მთავარ ყურადღებას და მთავარი თემა იქნება, მაგრამ მაინც რა მოთხოვნებით გამოდიან, რომ რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის ახლა. ალბათ უკვე შეთანხმდით. მოილაპარაკეთ. კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი რომ 1 მაისს 14 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან არასამთავრობოები და ახალგაზრდები შეიკრიბებიან, 15 საათზე ვარდების რევოლუციაზე პროფკავშირებს აქვს აქცია, ეს ახალგაზრდები მსვლელობით წამოლა შემოუერთდებიან პროფკავშირის აქციას და ჯამში ერთობლივად 15 საათზე გაიმართება ერთობლივი აქცია. ძალიან მნიშვნელოვანი პროფკავშირი ამ აქციას ამ ღონისძიებას ატარებს უკვე წლებია, ძალიან მნიშვნელოვანია უკვე 3 წელია ახალგაზრდები აქტიურობენ ამ დღეს და კარგი იქნება რომ ესა 1 მაისს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში და მოითხოვოს ის რაც აუცილებელია, ეს არის შრომის ინსპექცია პირველ რიგში, რასაც პროფკავშირის და ახალგაზრდების ერთად აყენებენ ორგანიზაცია, ეს ინსტიტუტი, რომელიც აიძულებს დამსაქმებლებს შეასრულონ თუნდაც იმ შრომის კოდექსში ახალი ცვლილებები რაც შევიდა, რაც არ სრულდება ბევრ კომპანიაში და არც იწუხებს ამაზე თავს. მე ვიცი რომ ერთ-ერთი მოთხოვნა არის 1 მაისის როგორც შრომის საერთაშორისო დღის უქმე დღედ გამოცხადება, იმიტომ რომ ხალხი მუშაობს 1 მაისს, მიხედვით იმისა რომ მოუწოდებთ რომ გამოდითო, ძალიან ბევრი სამსახურშია ამ დროს, ხო? კი ბატონო, 1 მაისი უქმე დღედ რომ გამოცხადდეს ამას აღარ მახსოვს უკვე რამდენი ხანია ვითხოვთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ამ შრომის კოდექსში არც ამ შრომის კოდექსში გაითვალისწინეს ეს ჩვენი სურვილი და თხოვნა. უამრავ ევროპულ ქვეყანაში არის 1 მაისი დასვენების დღე და სამწუხაროდ დღეს ქართულ საზოგადოებაში თუ ჭარბობს ის აზრი რომ 1 მაისი არის კომუნისტური საბჭოთა დღესასწაული, მათ გასაგონად მინდა ვთქვა რომ 1 მაისი გაჩნდა და საერთოდ 1 მაისი აღნიშნვის დღე მე მგონი 1886 წლიდან მოდის ჩიკაგოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაშინ მივბაძოთ ამერიკელები. მაშინ ამერიკელები გამოვიდნენ 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით. წარმოიდგინეთ 1800 წელს და დღეს ჩვენ 8 საათიანი სამუშაო არ გვაქვს. ორ კვირაში 48 საათია ჩვენთვის სამუშაო დღე და მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსიც არ ითვალისწინებს, ხო? ითვალისწინებს. ხო, არ ითვალისწინებს ამაზე საკონსტიტუციო არჩეული გვაქვს შეტანილი უკვე. როდისა გაქვთ სასამართლო? წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო ძალიან მიხარია, იმიტომ რომ იმედი მაქვს რომ ეს სასამართლო პროცესი რადგან წარმოებაშია მიღებული ლოგიკურიც არის ეს ჩვენი სარჩელი და 15 ივლისამდე უნდა გამოვიდეს კეთილი. წარმატებას გისურვებთ ილო ლეჟავას, წარმატებას უსურვებ
პროფკავშირების ლიდერს და რკინიგზელს და ჩემს მეგობარს ძალიან დიდი მადლობა ილო ჩვენი გადაცემა უნდა სრულდება გაგახსენებთ რომ ეს იყო გადაცემა თავისუფლების 1 საათი ეს გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს 17 საათიდან 18 საათამდე გადაიცემა რადიო თავისუფლების ტალღაზე 7 და 4 და ეს გადაცემა მივყავს მე გოგი კვახარიას კარგად ბრძანდებოდეთ ჩვენ ხვალ 17 საათზე შევხვდებით ერთმანეთს